მოვაგზავნოთ ჟელე უმარტივესად. დაგჭირდება ესეთი ჟელე, რომელსაც უკვე აქვს არომატები, 250 მგ წყალი და ფორმა. ავადუღოთ პირველ რიგში წყალი, გადავიტანოთ ჩვენი ჟელე თასში, დავუმატოთ ადუღებული წყალი და კარგად გადავურიოთ. აუცილებელია, რომ კარგად გახსნათ ადუღებულ წყალში ჟელე. როდესაც დარწმუნდებით, რომ მასა კარგად გაიხსნა და უკვე ერთგვაროვანია, გადაიტანეთ არჩეულ ფორმაში. და ჩადგით მაცივარში კარგად გასაცივებლად. მანამდე კი მოვამზადოთ მეორე ფენა, რამდენი ფენაც გინდათ, იმდენი შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. მე ორ ფერში გადავწყვიტე. დღეს ეს იყო ფორთოხლის და მარწყვის არომატები. ზუსტად იგივე რაოდენობით დავამატეთ წყალი და როცა ესე გამკურვდა ჩვენი პირველი ფენა, შემდეგ დავამატეთ ფორთოხლის ფენაც. ასე შეგიძლიათ გაიმეოროთ იქამდე, რამდენი ფენის გაკეთებაც გინდათ. ჩავდვი მთელი ღამით მაცივარში და ესეთი გამოვიდა დილით, საკმაოდ მყარი იყო. 250-ზე მეტი წყალი არ გავუკეთოთ, იმიტომ რომ უფრო თხელი ტექსტურა ექნება. ეს საკმაოდ ისეთი იყო, თანდალა და ესეთი შემდგარი ჟელატინი. ამიტომ შეინახეთ ეს ვიდეო და სცადეთ, კი ხედავთ, როგორი მარტივი მოსამზადებელია.